ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს. სამუშაოები მაგისტრალური არხის დაახლოებით 11 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი მიმდინარე წლის მაისში დასრულდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩატარებული სამუშაოების შედეგად 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. საქართველოს მელიორაციის მიერ გარემონტდა თითქმის 11 კილომეტრამდე სკრა-ქარელის მაგისტრალური არხი. ამ ეტაპისათვის არხის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში. აღნიშნული განახლებული ინფრასტრუქტურა 1-2 წაადგება მიმდინარე წლის საირიგაციო სეზონს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სწორედ მელიორაციის კომპანიის რეფორმების ფარგლებში და ბუნებრივია მოსახლეობის თხოვნით, მოსახლეობთან ურთიერთშეთანხმებით გაგრძელდება სხვადასხვა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. წყალი მიეწოდება აქედან როგორც ქარელს, ისე სკრას და გორის რაიონებსაც. აქ რო ესეთი კარგად არხი მოწესრიგებული, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი მივიდეს სათანადო დონემდე. ყველა სოფლამდე და ყველა მოსახლემდე. ასევე აქ გაკეთებულია ჯებირები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი უბნის უსაფრთხოებას.